ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობა მაისის ბოლოდან დაიწყება. ამის შესახებ განცხადება კახეთის გუბერნატორმა გააკეთა. ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბლექსი ჯგუფი ბეტონის ქარხანასაც ააშენებს. ასევე განიხილება გომბორის უღელტეხილზე გვირაბის მშენებლობის პროექტირების საკითხიც. უკვე გზების მშენებლობასთან დაკავშირებით ტენდერები დაწყებული არის და წლის ბოლოსათვის ეს ტენდერები საბოლოოდ დამთავრდება და გზების მშენებლობის აქტიურ ფაზაში გადავალთ. ამავდროულად განიხილება, რა თქმა უნდა, აეროპორტის თემაც, განიხილება რკინიგზის თემაც, მაგრამ პირველი რიგის ამოცანა რჩება, ვიმეორებ, ახალი მაგისტრალური გზების მშენებლობა თბილისი-ბაკურციხე, ბაკურციხე-ლაგოდეხი და ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზა და შემდგომ უკვე თელავი-ახმეტის მიმართულება. ამავდროულად ვიტყვი იმასაც, რომ განიხილება გომბორის უღელტეხილზე აგრეთვე სავარაუდოდ გვირაბის მშენებლობის პროექტირების საკითხიც, ასე რომ ძალიან მრავალფეროვანი იქნება ის საკითხების ჩამონათვალი, რომელიც აი ამ უახლოესი წლების განმავლობაში გადაწყდება და დაიწყება მათი რეალიზაცია. რაც შეეხება ბაკურციხე-გურჯაანის შემოვლითი გზის მშენებლობას, ის ალბათ უკვე მაისის ბოლო პერიოდიდან დაიწყება. კონკრეტულად ეხლა ამჟამად უკვე მთავრობამ გამოუყო ტერიტორია სამშენებლო კომპანიას, რომელმაც ეს სამუშაოები უნდა შეასრულოს, რათა იქ დაიწყება ეხლა 2-3 დღეში დაიწყება ქვალორგისა და ბეტონის დამამუშავებელი ქარხნის მშენებლობა. ამ ქარხნის მშენებლობა არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოხდეს გზის მშენებლობა. ეს იქნება სტაციონარული ქარხანა გურჯაანის რაიონის ტერიტორიაზე და ამ ქარხნის მეშვეობით მოხდება ასე ვთქვათ დამუშავებული ქვალორგისა და მაღალხარისხიანი ბეტონის გამოშვება.